20 შორის რაგბიში მსოფლიო თასი დაიწყო. საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში თითო შეხვედრა უკვე გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. საქართველოს ნაკრების პირველ მატჩამდე კი ზუსტად 3 საათი რჩება. 18 საათზე ბორჯღალოსნები ავჭალის სტადიონზე უელსს დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლევან გუდუშაური მუშაობს ახლა ავჭალის სტადიონზე და პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით შემოგვიერთდება. ლევან, გისმენთ. დღეიდან 18 ივლისის ჩათვლით მსოფლიო რაგბის მოყვარულების ყურადღება საქართველოსკენ იქნება მიმართული, რადგან ძალიან სერიოზულ ტურნირს 20-მდელთან მსოფლიო თასს მასპინძლობს საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ქუთაისი. ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა უკვე ჩატარდა, მაგრამ ჩვენთვის ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინ არის 18 საათზე დაიწყება საქართველოს ნაკრების პირველი მატჩი ამ ჩემპიონატზე, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები დაუპირისპირდებიან ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს უელსს და რა თქმა უნდა იმედი გვაქვს რომ ვიბრძოლებთ უკეთესი შედეგისთვის, ვიდრე აქამდე გქონია. ჩვენთან ერთად არის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა. ძალიან მადლობა ჩართვისთვის და რომ გითხრათ საორგანიზაციო საკითხებზე რადგან მნიშვნელოვანია რომ ტიერ 2-ის ქვეყნებიდან პრაქტიკულად პირველი ქვეყანა ვართ, სადაც სტარდება ასეთი რანგის ტურნირი. მივესალმები ტელემაყურებელს, კარგი განწყობა გვაქვს, კარგი ამინდი, ველოდებით დღეს ჩვენი 20-მდელების თამაშს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიაში არ გქონია მომენტი, როცა ჯგუფურ ეტაპზე პირველივე თამაში მოგვიგია, ამიტომ ძალიან პრინციპული თამაშია. მთელი მზადების პერიოდში გუნდმა იცოდა რომ ამ თამაშისთვის ემზადებოდნენ, ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ სწორედ ამ თამაში ჩვენმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. გულშემატკივრით სავსე მოედანი იქნება, ყველა ბილეთი გაყიდულია. დიდი მადლობა გულშემატკივრს, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ბიჭების გამხნევება, ბიჭების გვერდში დგომა. იმ ხარისზე, რა ხარისშიც გაიხსნა მსოფლიო თასი და ტარდება და მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თამაში გაიმართა, უკვე მსოფლიო დამკვირვებლები, რომლებიც ჩამოსულები არიან, ისინი საუბრობენ, ძალიან მადლობლები არიან და მადლიერები არიან იმისთვის, რომ ამ ხარისში 20-მდე მსოფლიო თასი ძირითადად არ იმართება ხოლმე, მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის ქართველები გამორჩეული, სტუმარ მასივიზობით გამორჩეული ხარისხით დავხვდით და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არა მხოლოდ მოედანზე დადებული შედეგი, არამედ მოედნის გარეშე თუ რა ხარისხში ჩავატარებთ, რა ორგანიზება იქნება, ჩვენი გულშემატკივრის აქტივობა და თვითონ ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის არის ეს ტურნირი. ამიტომ დღეს ველოდებით დიდ თამაშს გულწრფელად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ტესტ მატჩებში ამერიკის შეერთებული შტატების და რაც მთავარი ახალი ზელანდიის დამარცხება. აი ამ კონკრეტულ მომენტს როგორ შეაფასებდით? მე მგონი პირველად მოხდა, როდესაც სულ რამდენჯერმე მახსენდება რომ ტიერ 2-ის გუნდთან წაეგოს საერთოდ ზელანდიას და ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია ეს და ალბათ გულშემატკივარსაც განსაკუთრებულ იმედებს გაუმყარებს. კი, რა თქმა უნდა, უდიდესი გამარჯვება იყო ზელანდიის ნაკრებს 1959 წლიდან არც ერთ ასაკობრივს არ წაუღია ტიერ 2 ქვეყნის გუნდთან. რა თქმა უნდა, ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვითდაჯერებას მატებს იმას, რომ ისინი მზად არიან ამ ბრძოლისთვის, ამ დიდი გამარჯვებებისთვის, მაგრამ გარდა ამისა თვითონ თამაშის ხარისხი ძალიან მაღალი დონის იყო, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატს ბიჭები მაღალ დონეზე ჩაატარებენ. დიდი გზა გამლეს, დიდი შრომა ჩადეს და ეხლა მოვიდა დრო, რომ ეს ყველაფერი უკვე ასე რომ ვთქვათ, ქულებში გადასაყონ და გამარჯვებებში გადასაყონ. წარმატებები ჩვენ ბიჭებს, მთელი საქართველო უყურებს მათ და ჩვენ ყველა მათ გვერდში ვართ, გაერთიანებულია რაგბის გარშემო საქართველო, რაც ძალიან მაბედნიერებს მე და მთლიანად რაგბის სამყაროს, ამიტომ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში ჩართული იყო დღევანდელ დღემდე და კიდევ 3 კვირა გვაქვს ამ მსოფლიო თასის დასრულებამდე, ამიტომ ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით, გარდა იმისა, რომ წარმატებებს ველოდებით, მივიღოთ დიდი სიამოვნება ამ ყველაფრის. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, წარმატებებს გისურვებთ საორგანიზაციო საკითხებშიც. მე კი შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებების შეხვედრა დაიწყება 18 საათზე, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. გელით ყველას ავჭარის სარაგბო სტადიონზე ერთად უქომაგოთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს. ლევან გუდუშაური გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.